აჭარაში შესაძლოა მალე ფერმერული კოოპერატივების შეიქმნას ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. დღეს მეურნეობის მფლობელებს აგაეროსა და აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე მეთხილეობის დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, მთავარ სირთულეს დღეს მოწეული პროდუქტის გასაღება წარმოადგენს. მათი თქმით, დაბალია რეალიზაციის ფასიც. აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები თავისუფლ ფერმერებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე და ფერმერული კოოპერატივების შექმნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. დღევანდელ შეხვედრას ორგანიზება აგროსერვის ცენტრმა UNDP-ის პროგრამის აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გაუწია. მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა დარგში მოღვაწე ფერმერებთანაც გაიმართება. კოოპერატიული მეურნეობის გაერთიანებასთან დაკავშირებით გარის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხვდებით ფერმერებს, ეცნობთ მათ პრობლემებს, თუ რა აქვთ და რა სჭირდება ჩვენი დახმარება, ვუწევთ კონსულტირებას, რომ გაერთიანდნენ, გააკეთონ კოოპერატივი, და ისინი თუ ამ კოოპერატივს ჩამოაყალიბებენ, ჩვენს მხრიდან იქნება ხელშეწყობა დანადგარების კუთხით შეძენაში, შემდგომ შეფუთვაში, რეალიზაციის საკითხების დახმარებაში, ამიტომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი იყო და გრძელდება მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით. დღეს შეხვდით ხილის მწარმოებლებს და დაგეგმილია კიდევ სხვა ფერმერებთანაც შეხვედრა. ვიჭერს აი ამ ხილის რეალიზაცია. ძალიან დაბალი ფასები. 2 და 90 ამ წუთში, როდესაც სხვა ქვეყნებში 5-6 და სიძულვართან თანასწორდება. თქონდა სწორედ იმისა, რომ აი ამ ხალხს მის ამ წუთს ვამუშავებთ. როგორც იმ ყურადღებას ვიღაც ერთ პიროვნება დამჟარე და ვიძახ გაუხარდება რა ფას იმ ფას დაადგამს ზედ. ეს არა ხოლმე ასეთი კარგი. მე ჩვენს ამას მithხოვთ, რომ იყოს ერთიანი ფასი.